და არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტები, არამედ ყველაფერი, რაც რეალურად ხდებოდა მსოფლიოში. ჩვენამდე რამდენი საინტერესო, საშიში და გასაოცარი ამბავი მოაღწევდა. ალბათ ასობით წელი დასჭირდებოდა ასეთი ჩანაწერების ბოლომდე წაკითხვას. თუმცა რეალურად ისტორიიდან კიდევ უამრავი ფაქტი არ ვიცით და არც იქნება გამჟღავნებული არასდროს. ეს ყველაფერი ალბათ ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება. დღევანდელ ვიდეოში ნაკლებად ცნობილ ისტორიულ დეტალებზე ვისაუბრებთ, რაც ვფიქრობთ სიახლე იქნება თქვენთვის, ასე რომ მოკალათით კომფორტულად და უყურეთ ვიდეოს თავიდან ბოლომდე. კანალიზაცია ძველ რომში. ძველი რომი ანტიკური ზესახელმწიფოა, რომის იმპერია, რომლის ისტორიაც იწყება იტალიური ქალაქ-სახელმწიფოს დაარსებით. რომი წარმატებული სამხედრო ექსპანსიის შედეგად იქცა თავისი დროის უდიდეს სახელმწიფოდ. შემდეგ კი რიგი სამოქალაქო ომებისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად დაიწყო მისი დაკნინება, რამაც 476 წელს იმპერიის სრული კრახი გამოიწვია. ძველი რომი ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციებით, თუმცა ამ შემთხვევაში საყურადღებოა რომში გაკეთებული წყლის მომარაგების სისტემა და კანალიზაცია. ბევრს მიაჩნია, რომ დღეს საკანალიზაციო სისტემის არსებობისთვის ძველი რომაელი ინჟინრების მადლიერები უნდა ვიყოთ. ამბობენ, რომ რომაელები პირველები იყვნენ, ვინც სახლებში საკანალიზაციო მილები შეიყვანეს, რომლებიც პირდაპირ დანიშნულების გარდა ცხელ სეზონებზე წყლის ცირკულირებით, ოთახების გასაგრილებლად და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. მაგრამ რეალობა ასეთია, რომაელებმა უბრალოდ გააუმჯობესეს საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემები. მათ უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის განვითარებაზე და ზოგიერთი რამ იმ ეპოქიდან დღემდე აქტუალურია. მათი წყლის მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა იმ დროისთვის შთამბეჭდავი იყო. წყალი მიეწოდებოდა რომის შემოგარენსაც. ძველ რომში კანალიზაციის გრანდიოზული სისტემა იყო, რომელსაც დიდ კლოაკას უწოდებდნენ. გეცნობათ ეს სიტყვა. საკანალიზაციო სისტემის მოწყობის გრანდიოზული პროექტები რომში მეფე ტარკვინიუსის დროს დაიწყო. ერთადერთი მთავარი შესდომა, რაც იმ დროს რომაელებმა დაუშვეს, იყო ის, რომ ისინი მილებს ტყვიისგან აკეთებდნენ. შესაბამისად, ეს მილები სასმელი წყლის მიწოდებისთვის გამოიყენებოდა. მათ არ იცოდნენ, რომ ეს მომწამლელი იყო. არაერთ ისტორიულ ცნობაშია მოხსენებული ის ფაქტი, რომ ხალხი ხშირად იწამლებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ წყალი იყო მთავარი მიზეზი მოწამვლისა. მაგრამ რაც შეეხება ზოგადად საკანალიზაციო სისტემას მსოფლიოში, აღმოაჩინეს ნარჩენები და არტეფაქტები, რაც მიუთითებდა იმას, რომ დაახლოებით 4000 წლის წინ თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე ქალაქ მეჰენჯო-დაროშიც ფუნქციონირებდა საკანალიზაციო სისტემები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წლით ადრე ასევე საპირფარეშოების და წყალმომარაგების გამართული სისტემა ჰქონდა ძველ ინდურ ქალაქებშიც. კლეოპატრა. დედოფალი კლეოპატრა ყოველთვის დაკავშირებულია გასაოცარ სილამაზესთან, ფილმებში ასე გვიხატავენ. თუმცა, ასე იყო ეს სინამდვილეში. კლეოპატრა ეგვიპტეს ძმებთან, პტოლემე მერვე და პტოლემე მეცხრესთან ერთად, შემდეგ კი რომაელ მხედართმთავარ მარკუს ანტონიუსთან ფიქტიურ ქორწინებაში თანაცხოვრებით 21 წელი მართავდა.